ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის მზაობაზე და სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობაზე ისაუბრა ქართულმა დელეგაციამ ვაშინგტონში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ტალიაშვილი და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე სონატა კოლტერი. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და საქართველოსთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ამერიკულმა მხარემ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უპირობო მხარდაჭერა დაადასტურა. სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გავრცელა ამერიკულმა მხარემაც. პოლიტიკური შეფასებები კეთდება თბილისში. ოპოზიცია სკეპტიკურად არის განწყობილი და ამბობს, რომ ამ ვიზიტით არსებული რეალობა არ შეიცვლება. განსხვავებულად ფიქრობენ მმართველ გუნდში, სადაც აღნიშნულ შეხვედრას წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ. ეს კონკრეტული გამონათება ცხადია ვერცულის იმ ამინს, რომელიც შექმნა ქართულმა ოცნებამ თავისი უგუნური პოლიტიკით ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც ჩვენი ხალხის მეგობარია, ჩვენი ქვეყნის მეგობარია, რომელიც ათეული წლების განმავლობაში ეხმარება ჩვენს ხალხს და ითვალისწინებს მის ეროვნულ ინტერესებს, სტრატეგიული ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელი არის მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ჩაინიშნება თავისუფალი არჩევნები და თავისუფალი არჩევნების გზით ხალხი აირჩევს საქართველოს ხელისუფლებას. ქართულმა ოცნებამ ყველანაირი ხიდები ჩაჭრა, მან წაახალისა ანტიდასავლური განწყობები, მას აქვს ანტიდასავლური პოლიტიკა და რიტორიკა, შესაბამისად ის რომ ჩვენ აღგვიდგეს ის ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც გვქონდა ამდენი 10 წლების განმავლობაში, როდესაც ის იყო ჩვენი მთავარი პარტნიორი და თავარი დამხმარე ახალგაზრდა დამოუკიდებლობა მოპოვებული აღდგენილი ქვეყნის ამას სჭირდება რეჟიმის ცვლილება. ბოლო თვეების განმავლობაში არაერთხელ ყოფილა მსგავსი შეხვედრა, ნახეთ რამოდენიმე დღის წინ კონგრესის ჯგუფი იყო ჩამოსული, რამოდენიმე თვის წინ ასევე ადმინისტრაციიდან იყვნენ პრეზიდენტის ჩამოსული და იყო შეხვედრა უმაღლეს დონეზე. თითოეული ესეთი შეხვედრა არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იმ სტრატეგიული ურთიერთობის აღდგენისკენ, რომელიც ათეულობით წლების განმავლობაში ჩვენს და ამერიკას შორის იყო. და თავისთავად ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და საუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ გვინდა ცარიელი ფურცლიდან დავიწყოთ სტრატეგიული ურთიერთობის განახლება.